წარმოუდგენლად ხშირია გაზებთან და შებერილობასთან დაკავშირებული პრობლემები. ყოველ მეექვსე ადამიანს ეს პრობლემა აწუხებს. გამომწვევი მიზეზები კი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ ხშირად ვფიქრობთ. ბევრი შებერილობას რაიმე კონკრეტულ პროდუქტს ან ბევრ ჭამას აბრალებს, თუმცა ის თუ რა ხდება ორგანიზმში, ბევრად კომპლექსური საკითხია. მოდით 4 ძირითადი და გავრცელებული მიზეზი განვიხილოთ. პირველი არის გადახლაპული ჰაერი. მეორე შეკრულობა. მესამე არის მიკროფლორა, კონკრეტულად კი ნაწლავის მიკროფლორის პრობლემები და ბოლო არის ჩვენი საკვები. დავიწყოთ გადახლაპული ჰაერით. ნებისმიერი ჰაერი, რომელიც თქვენს სხეულში თქვენი პირიდან შედის, საბოლოოდ ამა თუ იმ გზით უნდა გამოიდევნოს, რადგან მისი ადგილი ორგანიზმში არ არის. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გამოდევნოთ ის ზემოდან, ანუ ამოაბოყინოთ, ან მან უნდა გაიაროს თქვენი ნაწლავები, რომ გამოვიდეს მეორე მხრიდან და ეს არის ქვემოდან გაზების გაშვება. რადგან როგორც ხვდებით, ჰაერი რაც ჩაუყლაპეთ, სადმე უნდა წავიდეს. მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ძალიან ბევრ ჰაერს ყლაპავს, ეწოდება აეროფაგია. ეს ძალიან გავრცელებული მოვლენაა და ხდება მაგალითად, როდესაც ადამიანი ხრებით მიირთმევს. ასეთ დროს ის სასმელთან თუ საჭმელთან ერთად თავის და გაუცნობიერებლად უამრავ ჰაერს ყლაპავს და სწორედ ეს არის მისი დისკომფორტის მიზეზი. გადაყლაპული ჰაერის სხვა გავრცელებული წყაროა გაზიანი სასმელები, კევის ღეჭვა და მაგალითად საწუწნი კანფეტები. ამის გარდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჭამის დროს ყლაპავენ ჰაერს, მაგალითად იმის გამო, რომ ისინი ლუκმით პირში პარალელურად ლაპარაკობენ, ან როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ხრებენ. ასე რომ ეგრეთ წოდებული აგრესიული მჭამელები, ადამიანები, რომლებიც ჩქარა ჭამენ ან სვამენ და დიდ ხლუპებს აკეთებენ, ორგანიზმში გაუცნობიერებლად დიდი რაოდენობით ჰაერს უშვებენ და თუ იქ ჰაერი შევიდა, ორგანიზმს ორი გზა აქვს ის გამოდევნოს, პირიდან ანუ ამობოყინებით, ან უკანა ტანიდან ანუ გაზების სახით. და ეს არ არის პატარა გზა, ეს არის 6-დან 8 მეტრამდე ნაწლავებში გასავალი გზა, რომ თქვენი მეორე ბოლოდან გამოვიდეს და ეს გზა ადამიანებისთვის არც თუ სასიამოვნოა. იმ ადამიანებში, რომლებიც კუჭში საკმარისი რეგულარულობით არ გადიან, ანუ ყაბზობა ჭირთ, შებერილობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა. ასე რომ ამ შემთხვევებში, თუ შეკრულობის პრობლემას მოიგვარებთ, ავტომატურად შეიძლება მოგვარდეს შებერილობის პრობლემაც. ეს ძალიან ხშირად ასეც ხდება. აქ დროა ვისაუბროთ საკვებ ბოჭკოებზე. ბოჭკო იკავებს წყალს და მას შეუძლია განავლის დარბილება. საკვები ბოჭკოებით მდიდარი დიეტა ზოგადად უკავშირდება საკვების უფრო სწრაფ ტრანზიტულობას და ეხმარება ადამიანებს საჭმლის მონელებაში. მაგრამ აქ ერთი რამეც არის ყურადსაღები. საქმე იმაშია, რომ ადამიანებს, რომლებსაც მსუბუქი ყაბზობა აქვთ, ზოგადად ბოჭკოვანი საკვების მიღების გაზრდა შველით. ამ კატეგორიას, ანუ ადამიანებს მსუბუქი ყაბზობით, ხშირად პატარა რამეებით შეუძლიათ ყაბზობის შველა, მაგალითად, რამდენიმე ჩიქა წყლის დალევით, ცოტა გასეირნებაც და მათი პრობლემაც მოგვარებულია. მაგრამ ადამიანები, რომლებსაც უფრო მძიმე შეკრულობა აქვთ, ან რომელთათვისაც კუჭში გასვლა ერთგვარი ყოველდღიური გამოწვევაა, მათთვის ბოჭკოებით მდიდარი საკვები ზოგჯერ ყაბზობას აუარესებს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ბოჭკოებით მდიდარი საკვები ცუდია, პირიქით, მაგრამ თუ მძიმე შეკრულობა გაწუხებთ, მაშინ თქვენი ყურადღების ფოკუსირება უნდა იყოს პირველ რიგში კუჭში გასვლაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჯობს ჩართოთ ბოჭკოვანი საკვები. ამ მომენტიდან, ანუ კუჭში გასვლის შემდეგ მისი მიღება კუჭში მოქმედების რეგულარობის შენარჩუნებაზე იზრუნებს. რაც შეეხება ჩვენი ნაწლავების მიკრობიომის როლს. საჭიროა გააცნობიეროთ, რომ ნებისმიერ რამეს, რასაც ადამიანი ჭამს, როგორც კი ეს საკვები ნაწლავში აღმოჩნდება, მას იქ ტრილიონობით ბაქტერია ხვდება და ისინი იწყებენ ამ საკვების ჭამას და სუსნაობას. წარმოიდგინეთ, რამდენ გაზებს გამოიმუშავებენ ეს ბაქტერიები ამ დროს. ასე რომ ჩვენი ნაწლავის მიკრობიომი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი საკვების გადამუშავებასა და მონელებაში. და ეს განსაკუთრებით ეხება მაღალ ბოჭკოვან საკვებს. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ნაწლავის მიკრობიომი დაზიანებულია, ანუ ხატოვნად რომ ვთქვათ, ბაქტერიების კოლონიები ავად არიან, მათ ჩვენს მიერ ნაჭამი საჭმლის ჭამის დროს თვითონ აქვთ მისი გადამუშავების და კუჭში გასვლის პრობლემა. და როდესაც ეს ხდება, ეს არის ის, როდესაც თქვენ ამ პროცესის გვერდით მოვლენებს გრძნობთ. ეხლა კი ვნახოთ, როგორ და რამდენად იწვევს საკვები, რომელსაც მივირთმევთ შებერილობას. გარკვეული საკვები ამ მხრივ უფრო პრობლემურია. ვისაც ქრონიკული შებერილობა აქვს, რჩევა იქნებოდა შემდეგი რამ მოსინჯოთ. შეწყვიტეთ არაფერმენტირებული რძის პროდუქტებისა და ხელოვნური დამატკბობლების მიღება. ბევრი ახალი გამოკვლევა კეთდება ამ მიმართულებით. ადამიანები ტრადიციულად ფიქრობდნენ, რომ ხელოვნური დამატკბობლები შაქარზე ნაკლებად მავნებელი იყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ისინი არ შეიწოვება ნაწლავის სისტემის მიერ.
იმის გამო, რომ ეს დამატკბობლები არ შეიცავს კალორიებს, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს დამატკბობლები სრულიად უწყინარია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სინამდვილეში საქმე ბევრად რთულადაა. ეს დამატკბობლები შედიან კონტაქტში ჩვენი ნაწლავის ბაქტერიებთან. და ამის გამო ისინი შეიძლება ფერმენტირდებოდნენ, ან შეიძლება სხვა გავლენა ჰქონდეს ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რაც საბოლოოდ შებერილობას იწვევს. ასევე უნდა იცოდეთ, რომ მათ დიარეაც შეიძლება გამოიწვიონ. რაც შეეხება რძის არაფერმენტირებულ პროდუქტებს. რატომ უნდა შევწყვიტოთ მათი მოხმარება? პირველ რიგში ჩვენ უნდა განვასხვაოთ, რომ არსებობს რძის პროდუქტები, რომლებიც ფერმენტირებულია და არის რძის პროდუქტები, რომლებიც არ არის ფერმენტირებული. ფერმენტირებული რძის პროდუქტები არის მაგალითად ყველის მაგარი სახეობები, კეფირი ან მაწონი. ფერმენტირების პროცესი უნიკალურია მიკრობების გამო, რომლის ბაქტერიები, რომლებიც თავად ფერმენტის ნაწილს წარმოადგენენ, ჭამენ ლაქტოზას. კითხულობთ, რა არის ლაქტოზა? ლაქტოზა არის შაქარი, რომელიც გვხვდება კერძო ძროხის რძეში. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს ლაქტოზის აუტანლობა აქვს და მათმა უმეტესობამ არ იცის, რომ ეს არის მათი პრობლემების სათავე. ბევრი კი საერთოდ არ არის ინფორმირებული ასეთი აუტანლობის შესახებ. არსებობს ლაქტოზას გარკვეული რაოდენობა, რომლისათანაც მათ ორგანიზმს შეუძლია. ეს არ არის ალერგია, მაგრამ როდესაც ლაქტოზის რაოდენობა აღემატება იმას, რისი მოხმარებაც მათ ორგანიზმს შეუძლია, არასასურველი სიმპტომები იწყება, როგორიცაა გაზები და შებერილობა. და კიდევ ერთხელ, ხელოვნური დამატკბობლების შემთხვევაში ეს სიმპტომი შეიძლება იყოს დიარეა. ასე რომ თუ ეს ადამიანები ლაქტოზას შემცველი რძის პროდუქტების მიღებას შეამცირებენ და ინახავენ, რომ საჭმლის მონელების პრობლემები ძალიან ჩქარა დაიკლებს, ან შეიძლება გაქრეს კიდეც. მოდით შევაჯამოთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ადამიანმა სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელსაც გაზები და შებერილობა აწუხებს. გვინდა მოგიწოდოთ იფიქროთ ამ 4 კონკრეტულ საკითხზე. პირველი. დაფიქრდით, ხომ არ ჭამთ და სვამთ ჩქარა, იყენებთ საღეთ რეზინას, მიირთმევთ გაზიან სასმელებს ან საჭმელს ან სასმელს ხრებით, ხომ არ მიირთმევთ? თუ ასეა, იცოდეთ, უამრავ ჰაერს კლაპავთ და ეს არის თქვენი შებერილობის მიზეზი. მეორე. ყაბზობა ხომ არა გაქვთ? იზრუნეთ რეგულარულად კუჭში გასვლაზე, საწინააღმდეგო შემთხვევაში შებერილობას ვერ მოიხსნით. მესამე. მიირთმევთ საკვებს, რომელიც ცნობილია, რომ შებერილობას იწვევს. მაგალითად ლობიო ან კომბოსტო. და ბოლოს მეოთხე. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან დაზიანებული მიკრობიომი ხომ არა გაქვთ? ეს დაგეხმარებათ წარმოდგენა შეიქმნათ, თუ რისგან შეიძლება იყოს თქვენი გაზები და შებერილობა გამოწვეული და ამის შემდეგ შეგიძლიათ დაგეგმოთ, თუ რას ერიდოთ ან რა ზომები მიიღოთ. და ბოლოს, დღევანდელ მობილურ სამყაროში მაცხოვრებელ ადამიანებს, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ და შესაბამისად ბევრი ახალი პროდუქტის გასინჯვის სიამოვნება აქვთ, ხშირად ამ სიამოვნებას ჩაუშხამებს ხოლმე შებერილობასთან დაკავშირებული უხერხულობა. ანუ რა გამოდის აღარ მიიღოთ არაფერი, რასაც თქვენი ორგანიზმი არ იცნობს. არა, ეს საჭირო არ არის. უნდა გვესმოდეს, რომ თქვენი ორგანიზმი დროს ითხოვს შეეჩვიოს იმას, რასაც არ იცნობს ან გადაეჩვია, ამიტომ ნელ-ნელა უნდა მიაწოდოთ მისთვის უცნობი ან გადაჩვეული პროდუქტი. დაიწყეთ მცირე რაოდენობით და ნელ-ნელა გაზარდეთ პორციები. ამ გზით თქვენს ორგანიზმს შანსს მისცემთ ნაზად შეეჩვიოს გადაჩვეულს ან მისთვის უცხო პროდუქტს. შებერილობის სიმპტომების შესამსუბუქებლად ეს ჩაი მოამზადეთ. დაგჭირდებათ 30 გრამი კურკუმა, 30 გრამი კვლიავის თესლი, 20 გრამი პიტნის ფოთლები და 20 გრამი ცერეცოს თესლი. 1 ჩიქა ჩაისთვის ამ ნარევის 2 ჩაის კოლს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ. დღეში 3 ჩიქა მიირთვით. ამ ჩაის გარდა შებერილობის სიმპტომების დაამებისა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით აქვს. კარგია ნაღვლის ნაკადის გასაუმჯობესებლად და ღვიძლის გაწმენდაშიც დაგეხმარებათ. გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებასაც. ლავანდის ჩაი. ეს ჩაი გარდა შებერილობისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებისა, მოუსვენრობის, ცილის დარღვევისა და სტრესის დროსაც დაგეხმარება. გარდა ამისა, შაკიკის დროს ტკივილებსაც დაგიამებთ. მას ანთების საწინააღმდეგო და სპაზმების შემსუბუქების ეფექტიც აქვს, რაც სასარგებლოა გაციების და ხვალების დროს. ჩაის დასაყენებლად 2 სავსე ჩაის კოვზი ლავანდის ყვავილები ფილტრში მოათავსე. აადუღეთ წყალი და 1 წუთი დააყოვნე, რადგან ლავანდის ეთერზეთები ძალიან მგრძნობიარეა სიცხის მიმართ. დაასხიეს ანადუღარი ცხელი წყალი ლავანდის ყვავილებს, დაახურე და 8-10 წუთის განმავლობაში გააჩერე. დღეში 2-3 ფინჯანი ჩაი საკმარისია.
რეჰანის ჩაი. ეს ჩაი ასევე ამცირებს შებერილობას, გულწმარვას და გაზებს. მდიდარია A, C ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, რაც ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება. ასევე აქვს დამამშვიდებელი თვისებები და ეხმარება ნერვული დაძაბულობის მოხსნას. ამცირებს ანთებით პროცესებს. ეხმარება წნევის რეგულირებას და ამსუბუქებს გაციების სიმპტომებს, როგორიცაა ხველა და ყელის ტკივილი. რეჰანის ჩაის 2 ფინჯნისთვის დაგჭირდება 2 ჩიქა წყალი. 3 სუფრისკოვზი რეჰანის ნედლი ფოთლები, ან 1/9 სუფრისკოვზი გამხმარი რეჰანი. დაჭრილ ნედლ ან გამხმარ ფოთლებს ადუღებული წყალი დაასხი. 5-10 წუთი დააყენე. გადაცურე და მიირთვი. კინძის თესლი ასევე ამცირებს შებერილობას, გაზებს და მეტეორიზმს. 1 ჩაის კოვზი თესლი ჩიქა წყალში 10 წუთი ხარშეთ და დილით უზმოზე ჩიქა თბილი კინძის ჩაი მიირთვით. ასევე შეგიძლიათ აიღოთ ნედლი კინძი, დააბლენდეროთ ან დანაყოთ და როგორც გინდათ შენელებული საჭმელთან ერთად მიირთვათ. კინძის სვენით შეგიძლიათ დალიოთ. ცერეცოს ან იგივე დიდი კამის თესლიც დაგეხმარებათ შებერილობის მოხსნაში. ეს თესლი შეგიძლიათ ყოველი ჭამის წინ და შემდეგაც უბრალოდ დაღეჭოთ. ასევე შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი ეს თესლი ოდნავ დაჩეჩქოთ, ჩიქა წყალი დაასხათ და 5-10 წუთის შემდეგ გამზადებული ჩაი მიირთვათ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.